ეკომეტრი. პროგრამა ეკომეტრი და ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი გილოცავთ ახალ 2017 წელს. სიმშვიდეს წარმატებებს, გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას, აღსრულებას, გამრავლებას, სწავლასა და წარმატებებს გისურვებთ 2017-ში და საერთოდ მომდევნო წელს. ქვეყნის სიძლიერეს გისურვებთ, მომავალი ქონოდეთ ძალიან კარგი, ქონოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, ყველას, ვისთვისაც კი სიტყვა სამშობლო და სამშობლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეგეშინდეთ ამის, იმიტომ ყველა საქმე დაიწყეთ ამით, იმიტომ რომ თუ ეს ქვეყანა კარგად იქნა, ჩვენი ოჯახები ძალიან კარგად იქნება. და აი ამ ლამაზ ქვეყანას მის შესანიშნავ ნიადაგებს, კლიმატს, წყალს, ტყეებს, ბიომრავალფეროვნებას, აგრობიომრავალფეროვნებას, რომლითაც ვარსებობთ, რომელიც ასეთი გემრიელი, რომლითაც ვაპირებთ ევროკავშირის ბაზარზე გასვლას, ჩვენ მომავალი თაობის გაზრდას, ამას ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება. ანუ გარემოს, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, იმას სჭირდება მოფრთხილება. დღეს არ ვისაუბროთ მხოლოდ უარყოფითზე. ეკოლოგიური პრობლემები ძალიან ბევრია, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდოდა იცით, საოპერო მომღერლები ყავდა დღეს დაპატიჟებული. ის გარემოს დამცველები, რომლებიც საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნეს, არაჩვეულებრივი, რომლებიც ცდილობენ და ძალიან აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, მოუწოდებენ ყველას, რომ დავრგოთ ხედარ, გავენკიდეთ, მარტო არ ამბობენ. ამავე დროს ესენი არიან ოპერის მომღერლები, სოლისტები არიან. ძალიან გვინდოდა მოგვიწვია ისინი დაგეგმილით ასე ქონა შეთანხმებულმა საოცრება მოხდა იცით დღეს ყველა ავად გახდა მხოლოდ ქალბატონი თიასუფელიანი მოვიდა ჩვენთან ესეც ახველებს რატო იცინით თიასუფელიანი ამავე დროს გარდა იმისა რომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი გახლავთ შესანიშნავი საოპერო მომღერალი ამავე დროს ექიმი ოფთალმოლოგია ასე რომ თვალთან აქვს საქმე და არა მარტო ამასთან ბევრ რაღაცაში ეკიკიტება ასეთ რაღაცებს სოციალურ ქსელებზე რომ ნახოთ მისი გვერდი როგორი გამწარებული ამ გარემოს დაცვას და კიდევ ერთ შესანიშნავი სტუმარი მყავს იცით სტუდენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი შოთა ბალარჯიშვილი ძალიან კარგი ბავშვია, მესამე კურსის სტუდენტია, მომავალი ჟურნალისტი, ნაწყლიანი, ქიზიყელია თან და თან ამავე დროს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელია. ის უბლის ჩვენს ქალაქს, აი ჩვენ რომ დავყრით სიგარეტს რომ გადავაგდებთ, მანქანიდან რომ გადავაგდებთ, უკაცრავად კევს რომ დავაგდებთ, კინა ხამწახ მომძდა ხო და ის აი ამას ყველაფერს ერთად აგროვებს, იმ ხმელ ფოთლებს არწვავს, აგროვებს და ჩვენ გვიფრთხილდება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის რომ ქალაქი არ დავანაგებთ. აი ესეც შესანიშნავი ახალგაზრდა, თქვენ მოусმენთ მას, ნახოთ რა კარგი ახალგაზრდა, რა კარგი პოზიცია, როგორი ენაწყლიანია, როგორი გონიერია. ასე რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კარგზეც და ცუდზეც. თუნდაც არც ვისაუბროთ იმაზე, შუშხუნები ბახ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. ხო, ძალიან კარგი ვისაუბრებთ. ველოდებით თქვენს ზარსაც, დაგვირეკეთ 240 91 92 240 92 92 და მოემზადეთ ეკო ვიქტორინისთვის. შესანიშნავი პრიზი გვაქვს თქვენთვის. ეს გახლავთ სოციალური საწარმო კოდალას მიერ დაწესებული ხის სათამაშო ბავშვისთვის, თქვენი პატარისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახი ვიღაცას აჩუქეთ, იმიტომ რომ ეს არის ბიოსათამაშო. ამას ამზადებენ უნარშეზღუდული ადამიანები, რომლისთვისაც რომ მათთვის აი ეს საქმე რომ იცოდეთ, როგორი ენთუზიაზმით, როგორი სიყვარულით, როგორი დაკვირვებით აკეთებენ ამას. მათ გაგვიმზადეს ჩვენ 60 წლის იუბილე საზმაოს საიუბილეო საახალწლო საჩუქარი. უიმე ფანტასტიკური საჩუქრებია. რომ იცოდეთ როგორია, იცით ეს აღებავიც კი წებოც ყველაფერი თქვენო პატარამ რომ პირში ჩაიდოს არაფერიც არ მოუვა სათამაშოები ისეთ საშიში არათეა ხო ისეთი საშიშია უკვე რომელსაც დღეს ბაზარი თავაზობ ეს ნამდვილად არ არის საშიში თან ჩვენ თუ კი ვიყიდით კოდალა სათამაშოებს და თუ ვიყიდით იმ სუვენირებს რომლებსაც აი ეს უნარშეზღუდული პირები ამზადებენ
თქვენ ჩათვალეთ რომ მათაც დაეხმარებით და თანაც თავს მოინწევთ ქართული გექნებათ ოჯახში და მოდი მგონია ჯობია არჩევანი გავაკეთოთ მხოლოდ ქართულ პროდუქციას ასე რომ მოემზადეთ ეკოვიქტორინისთვისაც დიდი მადლობა ქავტონოთია შოთიკო დიდი მადლობა რომ მოხვედი მე ძალიან გამეხარ და გული დამწყდა უბრალოდ დღეს მინდოდა ხაც ის კონცერტი მოიცით საახალწლო გადაცემა თეა მაგრამ გვინდოდა ნამდვილად გვინდოდა მაგრამ სამწუხაროდ ისეთი პერიოდია ეს გრიპები ვირუსები ბევრი ვერაც და ამ მე მგონი ვერავინ ვერ ავწდით ვერავინ ეხლა მე საბედნიეროდ გადაურჩი ვირუსს მაგრამ აი მახველებს უკეთ და შეგეშინდეთ ჩემი ანუ გრიპი არ მაქვს თორემ მეც ვერ მოვიდოდი გილოცავთ ახალწელს მაპატიეთ რომ შეგაწყვეტნეთ მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ჯანმრთელობა ბედნიერება წინსვლა სიმშვიდე კონდეს სუფთა დაალაგებული საქართველოს მოვლილი ჩვენი ულამაზესი ბუნება რა თქმა უნდა სწავლა შრომა და ჩვენი რესურსების გამოყენება რომელიც ქართულ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს ამაში დარწმუნებული ვარ ნამდვილად ხედავ ქვეყანას კარგი ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი როგორც ადამიანური ასევე ბუნებრივი მთავარია ჩვენ ეს გამოვიყენოთ ეს რესურსები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგი და მინდა ვხედავ და ყველგან მომღიმარ სახეებს სინათლიან თვალებს, სავს განათებულ სოფლებს, რა ბედნიერება არა, ესე გაჩახებულ სოფელში რო გადახედავ საიდანაც, რომ ისეთი სევდიანი და ჩაბნელებული კი არა, როგორც დღეს არის განსაკუთრებით სასაზღვრო სოფლები, რომელიც გვინახავდა, რომელიც მჭირდება, ის გლეხი მჭირდება იქ, ამაგრალ ქვეყანას. აბა შოთიკო შენ მითხარი. პირველ რიგში გვაძლევთ გადაცემის დაპატიჟებისთვის და მოწვევისთვის და ჩვენს რადიო მსმენელს მინდა მიუნდოდო ახალი 2017 წელი ფუსურობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, უფლისწყალობა და ხვავი ბარაკა და რაც მთავარი არის 2017 წელს გვევლოს სუფთა ქუჩებში და არ დაგვენაგვიანოთ ქუჩები. შეთქო როგორი იყო ახალი წლის დღეები მანამდე და მერე. შენ რომელ უბანში მუშაობ? მე მუშაობ ვაშტის მდებარე ტერიტორიას ვასუფთავებ, ამ ტრასაზე ვარ მე ქუჩაში. ბევრ სიგარეტს ყრიან მანქანები? სიგარეტს ნაკლებად ყრიან, უფრო ყრიან პოლიეთილენის პარკებს და უფრო აი ასეთ ამგვარ ბოთლებს და აი ესეც რაღაც ყრიან. და სისტემატიურად ხდება თუ აი კანონი რაც ამოქმედა რა მას შემდეგ კიდევ უფრო არ შენელდა უფრო ეს პროცესი შემცირდა არ შემცირდა ნაგავი არა იცით ადამიანები როდესაც მე ქუჩაში ვმუშაობ და დასუფთავების ფორმა მაძლია ამის მიუხედავადაც რომ მუშაობ და რაღაც ტერიტორია მოსუფთავებულ ნოქს მაინც სიგარეტის ნამ წინ დამიგდებენ ან იმ დღეს ერთ-ერთმა ადამიანმა ტერიტორიას ერთ-ერთი არ დავასახელებ ერთ-ერთ უბანში ვმუშაობდით და ადგა მანქანის კარები გამოაღო საფერხზე გადმოიღო და პირდაპირ მოსუფთავებულ ტერიტორიაზე პირდაპირ წინ დამიყარა სიგარეტის ნამწვევი რა ვიცი ცოტა არ იყოს მე ვფიქრობ რომ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით მთელი საზოგადოების ძალისხმევა არის საჭირო მედიის ჩართულობა არის საჭირო და თაობების ცვლილება სჭირდება რომ აი იმდენად არის ადამიანში შინაგანად გალექილი არის უკვე რომ აი ადამიანებს რო ვაკვირდები დაკვირვებაც არ უნდა ინსტინქტურად პირდაპირ როგორ აი დიდი ადამიანი ანუ ჩემი ასაკისენირს ცოტა ახლა მაინც ვიზრდებით ვსწავლობთ ვუყურებთ მაგრამ აი საინტერესოა ასაკობრივად ასეთ დამბიძურებელი როგორია და მეც ვიტყვი შემდეგ რაც შეეხება აი ასაკობრივი ზღვარი უფრო მაგიზენებს ზრდასრული ადამიანების რეაქცია როდესაც აი ჩემი ხნის ან ჩემი მამის და პაპის კაცები როდესაც პირდაპირ წინ სიგარეტის ნამწვ დამიგდებენ ასე პარკს წინ დამიგდებენ და რომ იყურებენ რომ თან შემომხედავენ და წინ დამიგდებენ განა ისე რომ არცერიდებათ პირდაპირ ეს ინსტინქტურად ხდება დაუფიქრებლად დამინჯერეთ უბრალოდ ვერ წყვდებიან რომ დანაშაულს ჩადიან აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მე ვფიქრობ რომ ბოდიში მე ვფიქრობ რომ შინაგანად არის ეს გამჭდარი და რაღაცა ცვლილებები სჭირდება ან მუშაობა სჭირდება მედიამ უნდა იმუშაოს ამასთან დაკავშირებით უკაცრავად ძალიან მაინტერესებს იცით ეს ხო იგივე ადამიანი ახალგაზრდა რომელიც თავისი სწავლის ფულს იხდის სხვა ძალიან კარგი სტუდენტი გახლავთ ის ადამიანი რომელიც ალაგებს შენი ჯიში და დილაგის ადამიანი რო ალაგებს არ გერიდება რატო აგდებ თავზე ამას აი ეს რა ინსტინქტია არ გადამლიოთ მოდი მსმენელი შემოვიყვანოთ გისმენთ გამარჯობა ბატონო
მივესალმები თქვენ სტუმრებს, გილოცავთ ახალ წელს, ბრავოს დაესწარით, სიხარული, ბარაკა და მშვიდობა გქონოდეთ. ეხლა თქვენმა მონაყოლმა, უბრალოდ ამ ახალგაზრდა ყმაწვილის მონაყოლმა გამახსენა მეტროთით მგზავრობდი ამ ერთი თვის წინ და ესე იგი ჩემს წინ ისხდნენ ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი, როგორც ჩანს არის შეყვარებულები და გოგონა მიირთმევდა მზეს მზირას, ეჭირა ისა ქაღალდი, ასე ვთქვათ, რომელშიც ყრიდა ამ ჩენჩოს და ნუ ზივა ახლა მეც და მივგზავრებით და მივდივართ. ორი გაჩერების შემდეგ, როგორც ჩანს დაასრულა მზეს მზირის ჭამა და ესე იგი ნუ გადავირიე, გაჩერდა თუ არა ერთ-ერთ გაჩერებაზე ვაგონი აიღო ამ გოგომ და მოისროლა შიგ იმაში, რა ქვია, ლიანდაგებდა. ნუ არ ვიცი, ისე აღშფოთი რომ დასაბმელი გავხდი. მაგრამ ესე ბიჭმა კი ჩაღუნა თავი უფრო შეერცხვა თვითონ იმ გოგონას არა და რაც თავარია კაციშვილი არ ამყვა მე. ანუ ჩემს აღშფოთებას არავინ არ ახვა. და ესეა ძალიან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ძალიან. კი ბატონო. შეიძლება ვერ ვიკავებ თავს. ჩავერთვები, იმიტომ რომ დღე არ გავა, აი დღე არ გავა, როდესაც მე არ მიწევს შენიშვნის მიცემა ზრდასრული ადამიანიდან დაწყებული პატარამდე დამთავრებული და მინდა გითხრათ რომ ახალგაზრდები უფრო ბევრი ბოდიშსაც მიხდის მინდა გითხრათ იმიტომ რომ მართლა ეს რაღაცნაირად არ ვიცი რატო აკეთებენ ეს დაუფიქრებლად ბევრი მიხდის ბოდიშს მაგრამ აი ზრდასრული ბაბუის ხელა კაცი ან მამის ხელა ადამიანი გაოცებულები მიყურებენ ხოლმე რომ ესეთ შეურაცხყოფა მივაყენე იმიტომ რომ საკმაოდ კაცრი ტონით ვამბობ ყოველთვის შენიშვნას ვაძლევ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და მინდა გითხრათ რომ ეს ახალგაზრდების იმათი გაზრდილია სამწუხაროდ ძალიან ცუდად არის მდგომარეობა ამ კუთხით პოზიტიური ის არის რომ ადამიანებმა უკვე დაიწყეს ამაზე ფიქრი იმიტომ რომ ჩემს გარდა ბევრი იძლევა შენიშვნას და უკვე სირცხვილია ნაგვის დაყრა ქუჩაში სირცხვილია სიგარეტის ბიჩოკი ქვია თუ რა ქვია ნამწვის გადაგდება უკვე სირცხვილად ითვლება მაგრამ მე ვფიქრობ არაფერი არ გვიშველის კანონის გარდა იმიტომ რომ მართლა წლები დაჭირდება თქვენი თქმის არ იყოს ამას სანამ ჩვენ ბაღის ასაკიდან ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ ბაღის ასაკიდან ბავშვს როგორც კი აუხსნით ამიჯერეთ ის იმ წამს ხდება მე ნათქვამი მაქვს ბავშვისთვის შენიშვნა მიცია და იმას მეორეჯერ არ დაუგდია არ არსებობს რომ დააგდოს პატარას რა თქმა უნდა კი ბატონო ბაღიდან სკოლიდან უნდა მოხდეს ამ თემაზე საუბარი და ის ადამიანი გაიზრდება სრულიად სხვანაირი მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში კანონის მეტი არაფერი არ გვიშველის კაცრი კანონი მაგრამ არ ხდება მისი შესრულება მე ამის შესახებ მივწერე სპეციალურ უწყებას და მათ მითხრეს რომ პატრულსაც ვესაუბრე ლისის ტბაზეც თუნდაც და მითხრეს რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება თუ არ დავიჭერთ ფაქტს კი ბატონო თქვენ თუ მომიტანთ კადრს როგორ გადააგდო ამ ადამიანმა ნაგავით ჩვენ დავაჯარიმებთ მაგრამ ეხლა როგორ უნდა მოვიტანო ეს კადრები ხო კი ძაღლზეც იგივე მიიღო მე მქონდა შემთხვევა მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს მოსიარულე პატრული რომ ეკოპოლიცია რომელიც ამ თემაზე იმუშავებს და თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს დღეს სოფლიოში მიღებულია გზაზე დგას ვიდეო თვალები და ამას ყველაფერს აფიქსირებს მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიურ გადაიარაღება რომელიც ჩვენს პოლიციას არ აქვს ის ეკოპოლიცია იყოს იაროს ცოცხალმა ადამიანმა არა ცოცხალი ადამიანი ტრასაზე ვერ ივლის თეო ამის ტრასაზე ვერ რა თქმა უნდა იცით ვფიქრობ აი გაჩერებებს რამდენიმე ადგილას პარკში გაჩერებაზე რამდენიმე ადამიანი რომ დაჯარიმდება ის უკვე მეორეჯერ აღარ ჩაიდეს მესამე ადამიანი უყურებს და არც ის ჩაიდეს მაგრამ რამდენიმე ადგილას რომ მოხდეს ეს ფაქტი უკვე ეს იმუშავებს მე ეს ვფიქრობ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველგან ამას ვერ გავაკეთებთ უკაცრავად იცით რა ეს ძალიან პრესტიჟული კომპანია ჩემთან დიდი მადლობა ელვა ქართული პროდუქციის გამოფენა ქონდა 30-24-25-ში და ძალიან კარგი სხვა ჩვენს ამ კოდალას ნაწარმიც ქონდათ რომელიც ჩვენ დღეს გადაცემის პრიზი დააწესა მაგრამ იცით რა იყო იქ ახალგაზრდობა იყო თავიანთი ხელნაკეთები გამოიტანეს შესანიშნავი ქართული პროდუქცია თავიანთი გაშეკელი ჩექმები შესანიშნავი ტანსაცმელი თურმე რა კარგი დიზაინერები ყოლია და როგორ კარგად შეგვიძლია ამ ყველაფერი შეგვიძლია კარგად ანიჭერები ვართ ხო აგერ მომღერლები ყავს იმისთანა მთელ სოფლიოში როგორიც არ ყავს არავის მე შოქში ვარ გარემოს დამცველებით ნუ ჩვენ ისეთი ბედნიერი ერი ვართ რომ დაუკვირდეთ ამ ყველაფერს ნამდვილად ისეთი ადამიანები ყავს თუნდაც
ანიტა რაჭველიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიაონიანი, ნინო მაჩაი. სად არიან და აქ არ არიან, იმიტომ რომ მთელი ყოველი დღე არ არიან, ნავად კარგად არიან, მაგრამ მღერიან სოფლიოში, გვასახელებენ და ჩვენი საამაყო ადამიანები არიან, ნუ ანიტა 2 დღით იყო ჩამოსული და რა თქმა უნდა წავიდა. არა აქვთ დრო. დატვირთულები არიან, შედგენილია მთელი მათი პროგრამა წინასწარ და ჩვენი საამაყო ხალხია, რომლებიც ჩვენ ქართულ სახელს, ქართულ კულტურას ასახელებთ. ასეთი ძალიან ბევრი ყავს ჩვენ მეცნიერები ძალიან ბევრი, რომლებიც დიდ ლაბორატორიებში მუშაობენ და ისინი ჩვენ ბევრი არც ვიცით, ვიცით ბატონ გიადვალი და ვეღარ, მაგრამ იმდენია ჩვენ სირგულე. იმდენი ფიზიკოსი ვიცი და მათემატიკოსი. ჩვენი ქართული ფიზიკა. არა, მე რატომ დავიწყე? იცით ამ კომპანიას იქ ახალგაზრდები არიან, მაგრამ იცით რა, ერთადერთი რა არის, იცით რა, გამოიყენეთ ტუალეტი, რომელიც აქ ამ კომპანიას, ნუ დაყრით ნაგავს, ვიღაცა მაღალი მუსიკის სპონსორო ჩართოს და აი ეს გააკეთოს, იცით, ეს ძალიან კარგი შეიძლება. ეს ევროპული პოზიციაა, კი, მე მესმის რაღაცა, ამ სიგარეტის ნამწვის ქუჩაში დაყრა არ ამგონია, მე ნაუმარს რო გავდეს სიქაურობა, დიახ, და დავამატებ იმას, რომ აი სიგარეტის ნამწვი ხშირად რაც გადაცემა დაიწყო, ხშირად მესმის და ხშირად ვახსენებთ. აი სწორედაც ჩემი მეც და ჩემს თანამშრომლებს სასუფთავების სამსახურში სიგარეტის ერთ-ერთი აი ყველაზე რთული არის ის პატარა სიგარეტის ნამწვის აღებაც კიდე არის საერთოდ დიდი ნაგავის პოლიეთილენის პარკის აღება უფრო მარტივია ვიდრე სიგარეტის ნამწვის. კი, თითებით უწევთ აღება. იმიტომ რომ ხან თითებით ხო ხელი თუნდა აიღო, იმიტომ რომ ის შენი ტერიტორიამდე რომ გაასუფთავ. შესაბამისად მოუწოდებ ვინც ახლა ამ რადიოს უსმენს საზოგადოებას რომ ნუ გადაყრით უბრალოდ სირცხვილია ხალხო საზოგადოება. თან კარგი მსმენელი ყავს, კარგი გარემოს დამცველები არიან. გარემოს და ცნობიერება ჩვენს მსმენელებს ძალიან მაღალია. ერთი მსმენელი გველოდება გისმენთ. გისმენთ. დიახ. ჩემო ძვირფასო, წყალტუბოდან გესმიან. დიახ, გამარჯობათ. სტუმართ, თქვენ სტუმრებთან ერთად ყოველთვის არაჩვეულებრივი სტუმრები ყავდა, ძალიან სასიკადულო და ისეთ თემებზე ლაპარაკობთ, რომელიც მართლა მისაღებია, რომელიც მართლა აუცილებელია, ეროვნულია, გეფერებით ყველაზე მრავალ ახალ წელს, მრავალ ჯანმრთელად და დიდი მადლობა, როგორ კარგად მოგვილოცეთ, შობა ახალი წელიწადი და დღეს პატრიარქის დაბადების დღე მიუერთდები მე თქვენს მილოცას პატრიარქის მიმართ, ჯანმრთელად იყოს და მისი ლოცვა კურთხევა მთელ საქართველოს არ მოეშალოს, ჯანმრთელად ვიყო და გაერთიანებულ მთლიან საქართველოში გვეცხოვროს. დიდი მადლობა, ჩვენც ვლოცავთ. ვლოცავთ რა თქმა უნდა მთელი გულით და სულით. საქართველოს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ნამდვილად ვერცდები. მინდა წინამსმენელის კომენტარს გამოვეხმაურო, ანუ მან ქალბატონმა აღნიშნა, რომ არავინ არ დაუდგა მხარში, როდესაც შენიშვნას აძლევდა და ეს სამწუხარო ფაქტია, სხვათა შორის მეც იგივე შემიძლია ვთქვა. ავტობუსში ვიჯექი და კონტროლიორმა პირდაპირ პოლიეთილენის პარკი გააღო ყოველას თვალწინ ფანჯარა კონტროლიორს რა მნიშვნელობა აქვს ეს ნებისმიერი მოქალაქეც აკეთებს და გადააგდო. მე მივეცი შენიშვნა და ხალხი მიყურებდა გაოცებული. მაგრამ სასიკეთოც ბევრი ხდება, ანუ ცნობიერება ბევრად ამაღლდა წლევანდელ წელს, მინდა ვთქვა და ბევრი კარგი, როდესაც დრო იქნება, ამაზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. მოდი სვანელი შემოვაყანოთ, გისმენთ. ალო მოგესალმებით, გილოცავთ ნამდვილად ახალ წელს თემა, რომელზედაც საუბრობთ, არ შემეძლო მოგხმაურებოდით. მე არ მინდა რომ მომავალ წელს შეხვდეს ჩვენი თბილისი ასეთი დაფინძურებული, როგორიც დღეს არის და მე მინდა კონკრეტულ შემთხვევაზე, რადგან ეხლა საშუალება მეძლევა გითხრათ, რომ ვერ მივაწვდინე ვერაფერს ხმა, აი ელისაშვილი რომ დადის და ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს, ასეთი გმირება ჩავთვლიდი მე ასეთ ადამიანებს, რომლებიც ხმას იღებენ უსამართლობაზე და მე ერთ-ერთი ჩემი კორპუსი, სადაც ვცხოვრობ, 8 სართულიანი კორპუსი. სად ეს ქალბატონო? რომელიც მოდულის პირდაპირ ვაჟას მეორე კვარტალში არის. ამ კორპუსში ცხოვრობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჟვანია, თამარი ჟვანია და ზუსტად იმ სადარბაზოში და ამ კორპუსში რა ხელა დარღვევა ხდება, არც თავმჯდომარე, არავინ პატრონი არ არის,
გადავიხედავ ეზოში ცხრიან ქვევით სარდაფებს, ესე იგი მინუს სართულებს აკეთებენ. აქ პურის საცხობი იქნებაო, აქ კბილის ტექნიკა, 8 სართულიანი დაშენებული სახლი, ოდესღაც რომ საფუძველი გამოეცხაროს, არავინ პატრონი არ არის, გადის ეს გამოცხრილი მიწის ისინი მანქანები და მაგიერი ხელოვნური აი სტადიონები ხელოვნური კი ბატონო, ის გასაგებია წარმოვიდგინოთ, ძალიან კარგი უბანია და როგორ შეიძლება საზირკველი გამოაცალო. ჩვენ ასეთი დაუდევარი სარდაფომანია რომ დაიწყო 90-იან წლებში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ყველა სახლის ქვევით, წყალიჩა და განსაკუთრებით ძველუბნებში. ერთადერთი რაც შეგვიძლია ურჩიოთ ამ ქალბატონს, ხომ? არა, ხო, გისმენთ. რაც შეგვიძლია ურჩიოთ ამ ქალბატონს და საერთოდ ყველა მოქალაქეს, როდესაც რაღაც დარღვევას ხედავთ, აუცილებლად დავრეკოთ, მივაწვდინოთ ხმა შესაბამის უწყებებს და ვიკითხოთ, გავარკვიოთ მაინც იმიტომ რომ კი გვაქვს წინასწარ განწყობა ცოტა ისეთი ნეგატიური, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიგვიღია შედეგი. მე პირადად გამიკეთებია და ამდენიმე ხეც გადამირჩენია და უნდა ვცადოთ აუცილებლად, ალბათ უნდა შესაბამის ადგილას გადარეკოს და მიაწვინოს. იკითხოს, რამდენად კანონიერად ხდება ყველაფერი. თუნდაც იცით რა, ჩვენ მოვიწოთ მერიიდან მშენებლობის ვისაც ეკითხება მშენებლობის ეს პროექტები და ნებართვები და აუცილებლად პასუხსაც შეგიძლიათ დარეკოთ თუ არა ჩვენს მოგეხმარებით. კიდევ ერთი მსმენელია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით. ბევრი მაგალითია ისეთი, რომელიც სათქმელია, მაგრამ აი გამოეხმაურეო, ან დარეკეო, ან რაღაცა გააკეთე, როდესაც რაღაც ირღვევა. ასე გავაკეთე მე, როდესაც ხეს ჭრიდან ჩვენს ეზოში, რომელიც ჩემმა შვილმა დარგო და რომელ უბანში და ეზოში მისამართი? ვაზის უბნის მეოთხე მიკრორაიონი. ხო და იცით რა მოხდა, თავმჯდომარემ აკრიფა ეს ხალხი, ხო და დამესიეს. რადგანაც მე დავრეკე სათანადო სამსახურში და იქ გვარიც და სახელიც უთხარი, აბარანაირად თქვენ ძალიან სწორად მოგწეულ ხართ, მინდა გითხრათ. მაგრამ იქედან მე ესე იგი გამცეს თქვენს რომ ამან დარეკაო და როდანესიეს იციო მთელ კორპუსს ახლა ჯარიმას მეოთხე ჯარიმას მარტო თქვენ მოგცემენ არა მთელ კორპუსს. ესე იგი მათ ეგონათ რომ ეს ხეპრეები ვიღაცას დააშინა. ნახევარი ხე დგას. ნახევარი მოჭრილია. გოთრავად რას უშლიდათ არ იცით? იცით რა, იქ გარაჟი უნდა, იქ გარაჟომანია. თურმე უკვე რამდენიმე ხე მოჭრეს, მაგრამ როდესაც უკვე გამოაცხადეს ცხელი ხაზი, მეც რა თქმა უნდა, დარეკე ძალიან კარგი გექნია. და წარმოიდგინეთ, მოვიდნენ მაშინ ქართული ოცნება მოსული იყო ახლა შეადგინეს ოქმედი რაღაცები, თურმე მეზობელი ჭრის ამას და მე არ მინდოდა რომ მეზობელი ჯარიმა დაეგისროს და ვთხოვე რომ როგორ მე არ პოლიცია თქვენი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთ აბსოლუტურად პირდაპირ. კიდევ ერთი მსმენელია სამწუხაროდ გისმენთ გაითიშა სამწუხაროდ უკაცრავად. იგივე მოხდა ზუსტად რაჭაში ქალბატონმა გადაწყვიტა რომ მის ეზოში იყრებოდა 100-ლოვანი ხეებიდან გირჩები იყრებოდა და ამის გამო ახმობდა 10 ხეს. ეს ფოტოები იდო ჩვენთან ჩვენ ჯგუფში და ამაზე გამგეობამაც იცოდა ნერვიულობდნენ იქ ადამიანები, არავის რეაგირება არ ქონდა. ჩვენ უბრალოდ გადავრეკეთ ხელხაზზე, ზუსტად 20 წუთში მოხდა რეაგირება. რა თქმა უნდა ის ხეები გადარჩა. ანუ ხდება რეაგირება, როდესაც რა თქმა უნდა ხდება. თვითონაც ცდილობთ სამსახური არ არის ისეთი კადრებით არ არის ოზნეყოფილი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთი ქვეყანაში როგორც არა და რაჭაში იცოდა პატრულმაც, გამგეობამაც არავის არ ქონდა რეაგირება. არავის არ ქონდა რეაგირება, მიჩვეულები არიან ადამიანები ამას. რატო უნდა იყოს ასეთი ბოროტი? გირჩი იყრება ადეკი და ღუმელში შეყარე ბოლო. აი მე ნეტა გირჩები გვეყაროს ეზოში ყველას. ხო, უბრალოდ ადეკი და ღუმელი არაჩვეულებრივი სათმობი მაწალაა შესანიშნავი. რატო თან ისეთი ენერგოეფექტურია თუ ღუმელით კარგის, ანუ მე ვიშ შესანიშნავი. რაშია იცით საქმე ქალბატონ ჯულია, ესე იგი ადამიანები ვერ ხვდებიან რომ ეს გირჩი და ეს ხე მისი საკუთრება კი არ არის, ეს არის ყველას მთელი ქვეყნის საკუთრება. როდესაც ამას გავი მისიც იყოს, მაგრამ ეს უკვე ხო
ვხვდებით უბრალოდ მახინჯაზროვნება, მაგრამ ეს არის, აი ეს არ არის შენი ეს მიწა, ეს ხე, შენ არ გეკუთვნის, ეს არის მთელი ქვეყნის. ჩემიც არის, თქვენიც არის და თქვენიც. ამიტომ შენ არ გაგვფლება, შენ თუ მოგინდება ეს ხე მოჭრა. კერძო საკუთრებაც რო იყოს, უნდა გაირკვეს რატო ჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი არ მიიღებს იმ კანონს ხეების მოჭრაზე, რომელიც ერთ-ერთმა კომპანიამ ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ. აუცილებლად ვიაქტიურებთ და თქვენ მხარის დაჭერასაც ვითხოვთ, იმიტომ რომ ამას თბილისის მერიის შესანიშნავი ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური შესანიშნავად მოაგვარს. მას ახლა შესანიშნავი კადრები ყავს, აკრეფილი ცოტა, მაგრამ ძალიან კარგი. ნება იბოძო და გააკეთონ იმათ და სამშენებლო კომპანიებმა გადაიხადონ თუნდაც ამის ფული ამ სამუშაოების და ხელი არ უნდა მოჭრას არავინ. მე ასე მგონი აღარ ღირს თბილისში უკვე არც ერთი უნებართო მშენებლობა, არც ერთი ხის მოჭრა დავიხრჩობთ. სხვა გზა არ გვაქვს, არ არის. სხვა გზა არ გვაქვს. უნდა გითხრათ გუშინ ერთი პოზიტიური ფაქტი შევნიშნე, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ, ძალიან გამიხარდა ლისის ტბის ირგვლივ სეირნობდით და ძალიან ბევრი ხეა, აი ქარსაცავი ზოლია გაკეთებული ალბის ხეების და კიდევ სხვა ხეებისაც მე ვერ გავერკვევი, არა ვარ პროფესიონალი. უნდა იყოს ამერიკის. კი ბატონო და არის ესე იგი მთელ ბილიქზე ორ ზოლად არის გაკეთებული. ეს იქნება 100 ხე მაინც იქნება, ოღონდ ამას მართლა ვამბობ. აბზარდი ხეები და კი ბატონო, ეს 1-5 წელიწადში ისეთი ქარსაცავი ზოლი იქნება, რომ არაჩვეულებრივი იქნება ლისის ტბა. ძალიან გამიხარდა. ძალიან კარგი და იცით რა მაინტერესებს შოთიკო აი პატარა შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ როგორია აუწევ ვინმეს წინააღმდეგობას ხოლმე აი მაინც მამაკაცი ხარ მაინც რაღაცა თუ ჩუმათა იტანა ამას ყველაფერს იყო დრო როცა თბილისში ქურთი მეეზოვები იყო რომ ძალიან უხდებოდა თბილისს უხდებოდა იმ 60-70-იანი წლების თბილისში ძალიან უხდებოდა ის ქურთები და რაღაც დღეს ძირითადად ქართველი არის განსაკუთრებით ლტოლვილები ძალიან ბევრი ამ სექტორში აი შენი არ ბრაზდები ხოლმე აი ეს რეაქცია როგორი არის ახლა ერთ მაგალითს მოგიყვებით ერთ-ერთ უბანში უმუშაობდი ტერიტორიას ვასუფთავდი ცოცხლით ხელში და ერთ-ერთმა ადამიანმა შემთხვევით არ ვიცი რომ პირდაპირ სიგარეტის ნამწვი გადმომიგდო წინ და პირდაპირ პრინციპზე მივედი და იმ მოსუფთავებულზე დაგდებულ ნამწვი ავიღე და ნაგვისურნაში ჩემს იქვე იყო ხო და იქვე იყო და ავდექი და ჩავაგდე ოღონდ პრინციპზე იყო რაღაც მეტრში ვიდექი, ავდექი და იმ ადამიანის და უბრალოდ რო ავიღე, შევხედე რეაქცია როგორი ჰქონდა და გაშტერდა უბრალოდ ადამიანი, ან ასე რაღაცა რეაქცია დაიმართა. ხო, შერწყვასავით. და ახლობლად ჩემი რეაქცია ხოლმე არის ესეთი ადამიანები, რომლებიც წინასწარ ნაგავს მიყრიან, უბრალოდ არაფერს არ ვეუბნები. აი ლოგიკურად რო დავიფიქრდე და ვიმუშაობ. ადამიანი, რომელიც მე ვმუშაობ ამ ფორმით, ან ამასაკის ადამიანი ვარ, მიჭირავს ანკელ ჩემზე მაღალი ცოცხი მიჭირავს ხელში, ხო? და ვასუფთავებ ქუჩებს ხო? ტერიტორიას ვასუფთავებ. შენ კიდე წინ ნაგავს მიყრე. იმასთან მე ვფიქრობ, ჩემი ღმერთმენით, აი ვერანაირ შედეგზე ვერ გავხვალ და ვერანაირად ვერ ისაუბრებ და ვერაფერს ვერ გააგებინებ. ამიტომ ჯობია რომ წყნარად მშვიდად უბრალოდ თავი დაანება. უბრალოდ ჩემთვის მაინტერესებს რა ფსიქოლოგიის ადამიანი, რა ფიქრობს. როდესაც წინ გიყრის, ეს უბრალოდ მე ვფიქრობ რომ რა ზემოდან ყრის ნაგავს და თავის თავზე გეცემა ეს. კი, ეს ბევრ ფაქტორთან არის გაპირობებული ეს რა ვიცი, შინაგანად და მთავარი რაც მიდის ეს არის უციგნურობა და გაუნათლება. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი. რაღაც რა ვიცი, მე ამასთან მივდივარ და ეს ყველა ვარიანტი. ხო. იმიტომ რომ გაკვირდებიან რაღაც ესე უცნაურად გიყურებენ, გაკვირდებიან, შემდეგ წინ დაგიყრიან ნაგავს და არის რაღაცა მცირედი კატეგორია ადამიანების, რომლებიც უბრალოდ კეთილგანწყობას გამოხატავენ და კარგი ბიჭი ხარ და რაღაცა აბა წარმატებები და ასე შემდეგ. უმეტესი ნაწილი უბრალოდ წინ დაგიყრის ნაგავს და გაუცეობლივ სახით გიყურებს და გაკვირდება ვინ ახარ და რა ხარ. აი ესეთი არის ადამიანების. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ისინი თავის თავს არ ცემენ არც ერთი პატივს პირველ რიგში, იმიტომ რომ შევხედოთ რა ხდება. უბრალოდ იცით რა არის, აი ადამიანებს უკვე რაღაც შარშანაც უმუშავდი და სუფთავების სამსახურში ახალს უმუშავდა, გულმწყდება უბრალოდ აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და აი ასეთი ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს ჩვენ. ხო, მაგრამ აი კანონები არ გვივარგან. არა, კანონებიც კარგი, უბრალოდ არ მუშაობს. ქვეყანა ხო მუშაობთ. თუნდაც იგივე კანონი რომ ნარჩენთან და ნაგავთან დააკავშიროთ, როგორ არა? მაინც ფიქრობ რომ ადვილად შეიძლება ამუშავდეს ეს მე ეს პრიმიტიული აზრები, ჩემი ყველაფერი მივწერე რა კარგი აზრია. მიფასუხეს ისე გამიხარდა 2 კვირის მერე. რა აზრი იყო? ანუ რა ვთხარი, იცით, გარემოს დაცვის სამინისტროს მივწერე. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხერხდება ყველგან, მაგრამ აი რამდენიმე პარკში, აი გაჩერებებზე, სადაც მართლა საშინელი ანტისანიტარია და სიბინძურია, ხა დელისის გაჩერებასთან იმდენი ნაგავიყრია ხოლმე. მე დასუფთავების სამსახურმა რა უნდა ქნას, დაასუფთავებს, მაგრამ მეორე წუთში ხო იყრება. ანუ ვთხოვე რომ რამდენიმე ეკოპოლიცია გამოიყოს, რამდენიმე ადგილას. არსებობს ეს სტრუქტურა ეკოპოლიცია
პოლიცია. გააკეთონ. გარემოსდაცვის სამინისტრო. ბიუჯეტის შეივსება ძალიან სწრაფად და ის ადამიანები მეორეჯერ აღარ ჩაიდნენ ამას და სახშიც დაატრენინგებენ მთელ ოჯახს დარწმუნებული ვარ რომ შვილო არ დაყარო თორე 500 ლარი მომაჭრეს ახლა. აი მე რა ვიცი მე მარტო კანონის წამს მეტი არაფერს არ მწამს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ თან მით უმეტეს ქართველ ადამიანთან რომელსაც გამჯდარი აქვს ეს პოსტსაბჭოთა კავშირის არ ვიცი ამის ბრალია თუ რა არის მაგრამ პოსტსაბჭოთა მე პოსტსაბჭოური მოქალაქე ვარ და სხვათა შორის არ იყო ასეთი დაგვიანი ქალაქი მაცხოვრებელიც არ იყო ამდენი მაგრამ არის მე არა მგონი აღარ მახსოვს ქალაქი მწვანე რო იყო ეს ნამდვილად აი მე კი სურათებს ვათვალიერებდი ამას ისეთ მომიკვდა გული აი მოდით კიდევ ვიცით რა შევეხოთ ასუფთავებასთან დაკავშირებით ის ცენტრალ ტერიტორიების ქუჩების როდესაც ადამიანები კორპუსებში ცხოვრობენ და კორპუსებიდან ყრიან ნაკავს კი ბატონო კი ბატონო ეს უბრალოდ რას გავს რას გავს და ამას წინათ ვაჟებშაველაზე ვარ ზევიდან განმოფრინდა პარკი და ავხერ ქალბატონო რას აგდებთ მეთქი უთხავი და ქალი გაშრა ესე იგი მართლა რომ დაუფიქრებლად ისვრიან ამ ნაკავს მე არ ვიცი ალბათ ერთხელ უნდა უთხრა და იცით დაფიქრდა მე მგონი ვერაფერი ვერ მიპასუხა მე მაგათაც ძალიანაც რომ მინდოდეს მე ვერ გადავაგდებ ვერ და ერთხელ ვცადე რომ მოდი გადავაგდებ რა იქნება ამ ვერ დააგდებთ ვერა ვერ შექვით არის მომცა იმის ვერ დავაგდე ვერ შევძელი და სახში რომ მივდივარ ჯიბები სავსე მაქვს ჯანთა ჯიბები და ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ მახსოვს უნივერსიტეტის წინ ზესუმზირა ჭამდით სტუდენტები ვიყავთ და 16-17 წელს შენიშვნა მოგცა მე მახსოვს გამოიერა ბატონმა ოთარ ურიდიამ მერე ჩემი პროფესორი გახდა ნუ არაჩვეულებრივი შესანიშნავი ქართველოლოგი და მითხრა რომ გრამატიკოსი ძალიან მკაცრი რომ გვეშინოდა ტყვიასავით ასეთი და ის რას შვებითო იმის მე არ მახსოვს სადმე მზესუმზირა და რამე დამეგდოს ქუჩაში უბრალოდ არ შეიძლება ამიტომ შენიშვნაც ვფიქრობ ყველას მოუწოდებ რომ თავისუფლად მივცეთ ერთმანეთს შენიშვნა ქუჩაში არა აგრესიით არა მე ვეგნები აგრესიას გამოიწევს არა არ იწევს არა დამიჯერეთ მე ყოველდღე თქვენ არ მისცეთ ჩვენ ქალები მე ღიმილით ვაძლევ შენიშვნას ოღონდ ყოველთვის ღიმილს ვრთავ იცით უკაცრავად მაგრამ დაგივარდათ ეს ქაღალდი და გაოცებულები მიყურებენ ზოგჯერ იღებენ და ბოდიშსაც მიხდიან მინდა გითხრათ ხო, ძალიან კარგია. ჩვენ ახლა ეკოვიქტორინა გვაქვს ეთერში, იმიტომ რომ დაპირებული პრიზი უნდა გადავცეთ. ფანტასტიკური პრიზი გვაქვს. ისეთი ლამაზია მამალიათან. ძაღლუკაც ყავს, მაგრამ რადგან მამლის წელია, საკვიატებული მამლის წელი, ამიტომ ძალიან ლამაზ მამალს კოდალასგან მოგცემთ. ოღონდ ჯერ ერთი პირობით. მოусმინოთ ერთ შესანიშნავ მელოდიას. უკვე როგორი განათლებული რადიოსმენელი. უკვე დარეკეს? ინტელექტუალები უსმენენ საზოგადოებრივ რადიო FM 104.4. კითხვა ასეთი გახლავთ. ვინ გაიხსენეთ ავტორი აი ამ შესანიშნავ რა თქმა უნდა ქართული ფოლკლორი. დიახ, რომელი ოპერიდან არის? ოპერიდან ბალეტიდან უკაცრავად. რომელი ბალეტიდანაა? აი ბალეტიდან არის, მაგრამ ახლა უცბად ვერ. ეს არის მაგნატონადა, რომელიც არაბული ცეკვის სახით. მაგრამ ჩაიკოვსკიმ რო გამოიყენა ქართული მელოდია ვიცი. დიახ, იგი რომ საქართველოში იყო ძალიან მოხიბლული. ვისაც
აქვს ეს წერილები წაკითხული დუშეთში რომ შემოვიდა სამხედრო გზის დაღრთვანებული თბილისის დაღრთვანებული ბორჯომის ხეობაზე რაც წერდა შესანიშნავი სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეს თურმე იცნობდა ძალიან ახლოს და მისი დაცმოწონებია ეს არ ვიცოდი და დიდი იუბილე გადაუხადეს პირველი სტუმრობის დროს ჩაიკოვსკის აქ და ხო ვიცი ქართველების სიგიჟე ამბავი ერთი ვაგონი შროშანი ჩამოუტანეს თურმე და იუბილეზე. აი ესეთი ხალხი ვართ ოპერა კულტურას და მუსიკას, პოლიტიკა არა აქ იცით ეს ისეთი და როცა შენია მშობლიური მაგრამ ერთი გულდასაწყვეტი ისა რატო არაბული ცეკვის სახელით შესული ეს ქართულია. მაგრამ ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. მე დისნეი მულტფილმით გააკეთეს ამაზე და შესანიშნავი გამოვიდა. ასე რომ დიდი მადლობა ქალბატონო დატოვეთ თქვენი კოორდინატები და თუ პატარა ყავთ, კარგი პაზლი ექნება მამალი თქვენს. გილოცავთ. შვილიშვილს გილოცავთ. ჩვენ კიდე ერთი პრიზი სურპრიზი გვაქვს ბოლოს, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით ჩვენ იმით დავამთავრებთ გადაცემას. მე კიდე რა მაინტერესებს, იცით? აი ახალი წელს იყო, მე მაგალითად ძალიან შევწუხდი და დღეს ვნახე ასეთ მეცნიერებას ასეთ აქვს შესანიშნავი რა შეიცავდა ეს შუშხუნები რაც იყო შეიცავს ყველა სტრონციუმს ტიტანიკს ყველა დიდ ცუდ დაავადებას რომელიც ბუნებაში ეს ყველაფერი საჭიროა ძალიან კარგია მაგრამ ადამიანისთვის ის კვამლი რაც ჩემს ეზოში რაც ჩემს უბანში ტრიალებდა მე არ ამგონია რომ ეს ძალიან კარგი იყოს იცით რა და თან 20 ადამიანი დაშავდა უკვე ამით და არა მარტო ამით ალკოჰოლისგან მოიწამლა ტოქსიკოზი დაემატა. მე ძალიან მაინტერესებს, იცით რა, როდის შეიძლება ეს ამას ყველაფერს კანონი, ამას ნამდვილად კანონი ჭირდება, იცით რომ რაღაცა აიკრძალოს. მე ვიცი ხანძარიც გაჩნდა. ხანძარიც გაჩნდა თითების დაკარგა ბაბუამაც შვილიშვილიც დაზარალდა, რა ვიცი 1000 უბედურება მოხდა. უკვე ეს არ არის ახალი, ყოველწელს ხდება. აბსოლუტურად ყოველწელს ხდება ესეთი დაზიანებების სხეულის და პატარა ბავშვები რასაც მოხუცით, ესე იგი ინფორმაციის ნაკლებობა მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გააკეთეთ დიდი მადლობა გადაცემა ამაზე. ტელევიზიითაც იყო გაფრთხილებები, მაგრამ სანამ კანონი არ იქნება, მაინც ინფორმაციის ნაკლებობა არის. მოსახლეობაში დასრულას აქშიც და ბავშვებს კიდე რა მოვთხოვოთ, როდესაც დასრულებს მოსდით ესეთი შეცდომები და გარდა იმისა, რომ რა მოხდა, იცით, საერთოდ თავისით აფეთქდა, იმიტომ რომ შენახვის პირობები ყველაფერი გასათვალისწინებელია და თავისით აფეთქდა ეს შუშხუნა ერთ ადგილას. ეს ქიმიასთან გვაქვს საქმე, იცით, როცა პროცესი მიდის, ქიმიური პროცესი შეიძლება ვერაფრით ვერ შეაჩერო ეს თავისით მიდის პროცესი ხო ქიმია ანუ სანამ არ მოხდება ამის რეგულაცია მომავალ წელსაც იგივე გველოდება და იმედია რომ რაღაც დარეგულირდება ეხლაც იმიტომ რომ ძველი ახალი წელი და 1000 დღესასწაული გველოდება კიდევ ვფიქრობ ასაკობრივი რაღაც ზღვარი უნდა იყოს იმიტომ რომ ქუჩაში რასაც უყურებ 6 7 8 9 10 წლის ბავშვებს უკავიათ ასაფეთქებლები იმ პატარა ბომბუჩკები რაღაც იმ პატარა ბომბუჩკებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს რა თქმა უნდა უმახინჯოს ვალი ხელი ხელი სმენელია ეთერში გისმენ გამარჯობათ გილოცავთ ახალწლს ბრავალს დაეწარით ბედნიერებით და ჯანმრთელობით ამ 10 წუთის უკან მინდოდა ჩართვა თქვენთან და ვეღარ მოვხვდი ახლა ბოლო გადაცემის ნარსი არ მაქვს ახლა საუბარი მაქვს ზოგადად აი სისუფთავეზე გადაგდებაზე ხმაურზე და ისეთი ქალბატონო ნამდვილად ბევრი ის აქვს შესანიშნავი და ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ საუბედუროდ ნიჭიერება არ ნიშნავს ყოფით კულტურას. ყოფითი კულტურა ჩვენთან არ არსებობს. სასწაულია, ნამდვილად არის კანონი დასაჯარიმებელი ეს ხალხი. ეზოში ყრიან ნამწვავებს, ყველაფერს, წინ ქუჩაში წრიან ნამწვავებს და ჩვენთან სადარბაზოს არალაგებს არავინ პირველ სართულზე თუ ხარ ხო თუ სიზუსტე გიყვანს ხო დატანჯული ხარ მაშინ პირველ სართულზე დაჯარიმებული ხარ და არ ვიცი უბედურებაა ეს პირველ სართულზე ცხოვრება ასეთ პირობებში და გარდა მაგისა ხმაური ესე იგი 2 საათის შემდეგ იწყებს ჩვენი მეზობელი დალაგებას სახლისას. სახლისას არ ვიცი, გარდერობებს გადაადგილებს, სკამებს მიახოხებს. ესე იგი 4-ის ნახევარზე შეიძლება ანუ კულტურა რა, აქცევის კულტურა გასაგებია. ძალიან კარგად მესმის ქალბატონო თქვენი. აი ხანდახან სხვათა შორის მეც იგივეს ვაკეთებ და გვიან მივდივას. მაგრამ თქვენ არ შეაწუხებთ თქვენ ისე გააკეთებთ. არა, აღიღალებ ნამდვილად. და ასაფეთქებლებს არ აფეთქებთ შუაღამისას. არ ვამბობ. ძალიან არც ადეთ მეზობელთან, ნუ მოელაპარაკოთ.
საშინელი მდგომარეობა. დაცვით რეაქციით ვიცით ყველა. შეიძლება ამ ამბავს არ ვიცი რა შეიძლება ამ ამბავს. არა, კი დავალაგებ რასაკვირველია მე ჩემთვის რაღაცას, მაგრამ სკამს როგორ გავასოციალებ იატაკზე, რა ვიცი. ან თქვენ მეზობელი თუ გვისმენს ქალბატონო, ეცდება რომ აღარ გააღორიელოს ახლა. უბრალოდ ძალიან კარგია. ხმაურზეც არსებობს იცით რაღაც ჯარიმები არის 6 საათამდე, 6-დან 12 საათამდე. როგორ შეიძლება ამის გაზომა? კიდევ ერთ მსვენელ შემოვიყვანოთ. გისმენთ? ალო, კიდევ ერთხელ გეხმიანებით. აი თქვენ აღნიშნეთ რომ საბჭოთა პერიოდიდან ხო არ მოგვდევსო, მაგრამ მე მახსოვს ბალტიისპირეთი როგორ იყო დაწყრიალებული და პერიოდში და იქიდან რომ თბილისში ჩამოხვიდოდი, ეს იყო რაღაც საშინელება, ეს ერთი. ლადო კახაძემ ერთხელ ჟურნალისტს კითხვაზე, ნამდვილი თბილისელად ვინ მიგაჩნიათო და ბატონმა ლადომ უპასუხა, ის ადამიანიო, რომელიც დაიხრება და 100 ზღერს აიღებსო. მართალი ბრძანდებით. მე მახსოვს ლენინგრადში ყოფილ სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში როგორც დააგდებდი, იმ წუთში გამოძვრებოდა ვიღაცა და გეტყოდა. გისმენთ კიდევ ერთი მსმენელი, გისმენთ? მოგესალმებით, მოგილოცავთ ახალწელს. მადლობთ. ეს ძალიან კარგი მეთოდი შემიძლია. კი ბატონო. არის ვიდეო რეგისტრატორი, რომელიც მანქანებში ძალიან ბევრ ქვეყნებში თითქმის ყველა უკვე დიახ. ფაქტის დაფიქსირება შეიძლება, რომელიც პირადადაც გამოადგება შემთხვევის ავტოშემთხვევის ყველა მოგმეთება დაიხაროს. და ასევე ასეთ შემთხვევაც იყო, რომ მანქანა მიყვებოდა პატრულის მანქანას და მეწყვილემ მანდარინის კერქები გადმოყარა. რამდენიმე წუთის შემდეგ იმ მანქანამ გააჩერა, პეტროლმა გააჩერა ეს მანქანა. რაც ძალიან უბრალო მიზეზზე და აჯარიმებდა 20 ლარით. კი ბატონო, მაშინ მე თქვენ მეწყვილის დავაჯარიმებ 500 ლარით. როგორო და აჩვენა ჯანაწერი. აჰა. ედაც ვიხდით ხო? ძალიან კარგი. ვიდეო რეგისტრატორი არის ძალიან კარგი მეთოდი, ძალიან საჭირო აუცილებელი მანქანებში. რა თქმა უნდა, იცით მე ამ ტექნოლოგიებში სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაინც და მაინც. მე ვიცი რომ პოლიციელი არ დგას თელ რიგ ქვეყნებში, მაგრამ ჯარიმები მისდით, იმიტომ რომ რაღაცას აშავებენ ტრასებზე. იმიტომ რომ არსებობს ვიდეო ასეთი, არ ვიცი, მანქანებს აქვთ თვითონ ალბათ კონტროლი მექანიზმი. კაი, ჩვენ რეჟისორი ინგა გურგენაძე მეუბნება, მე მაქვს ვიდეო კონტროლი. იმედია პანჯრიდან არ ყრინანგავს. არა, ნეტა მხოლოდ მანდარინის კერქებიც ვიოდეს, ნე შოკოლად მაინც გადაიქცევა. რა თქმა უნდა, ორგანული ნარჩენი ჯობია, სინთეტიური ნაგავია. და მინდა აღვნიშნო, რომ იგივე კანონდამრღვევი ქართველები, როდესაც ხვდებიან კანონდაცულ ქვეყნებში, ევროპაში, იქვე ექცევიან კანონის მორჩილებაში გადადიან. კი ბატონო, მე მინახავს თვითონ ფაქტი და აღარც სიგარეტს ეწევიან დახურულ სივრცეში, სადაც აკრძალულია და არც ნაგავს არ ყრიან, იმიტომ რომ ეშინიათ დაჯარიმების. იგივე მოხდება აქაც, როდესაც კანონი ამუშავდება. ანუ რაღაცა ამ კუთხით უნდა მოვიფიქროთ, გავიჭიროთ და გავაკეთოთ, გადმოვიღოთ მოდელი თუნდაც, სანამ აღზრდით ახალ თაობას, რომელიც არ დაანაგვიანებს გარემოს, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, თორე ესე ვიქნებით მანკერ წრეში. აი, რამდენიმე თვის წინ ვიყავი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ვიმყოფებოდი, რაღაც რეპორტაჟის გასაკეთებლად და იქაც დასუფთავების საკითხით დავინტერესდი და აი, ადამიანებს რომ ვაკვირდებოდი, რა თქმა უნდა, რომ ვუყურებდი, რომ დადიოდნენ, გადაადგილდებოდნენ ქუჩაში. რა თქმა უნდა, ჯერ სიგარეტის ნამწვით რომ გადაადგილდებოდნენ, ან ხელთ შეკავათ საფერხე, ან არა და პირდაპირ ნაგვისურნასთან მოთმინებით სანამ ჩაიწვებოდა სიგარეტი, მოთმინებით იდგნენ და ისე ეწეოდნენ სიგარეტს. და აი, იქ არავინ, არც დიდი, არც პატარა ასე ვერ დავინახე უბრალოდ. აი, უფრო ხნიერი კაცი, აი, აქ შეიძლება, არ მინდა ცუდ ვიღაცამ არ მინდა რომ გამიგოს, მაგრამ რა გავაკეთო? რეალობა ეგ არის. ეს არის, რასაც ვუყურებ და რაც არის ფაქტი, ეს არის უბრალოდ ადამიანმა ნაგავი ჰქონდა, ხელში რაღაცა პოლიეთილენის პარკი რაღაცა ეკავა, იმის გამო რომ წინ არ დააგდო, ადგა და იფიქრა რომ აი, აქ დავდებ, ხვალ დასუფთავების სამსახური რომ მოვა, აქედან აიღებს და იქ მიწია და ისე. ნუ ჩვენთან პირდაპირ წინ ყრიან აი ესე ქუჩაში, წინ პირდაპირ თვალ წინ რომ ესე იყაროს ნაგავი და რა. იცით რა ეს აყოფაცხოვრებ ნაგავთან დაკავშირებით კანონი მუშაობს, არ შეიძლება ვერ გაჯარიმებენ, თორე მე რამდენი აი ახალ წლის წინა დღეებში რამდენმა ვინმე გამოცვალა, ავეჯი გამოიტანა ნაგვის სანაგვესთან დადო, იცით ეს არ შეიძლება. ხალხ საჭმის ფული არ აქვს და მაგ ეგ ჯარიმები ეგ. აი მე როგორ არა ძალიან კარგი ზუსტად საჭმის ფული რო
არა აქ და ერთხელ რო გადაიხდი 200 ლარს, მეორეჯერ ისე წესიერ მოიქცევი და ამიჯერეთ ხალხო ჯარიმის მეტი. ნარჩენებს ყიან ზუსტად. ჯარიმის მეტი არაფერი არ გვიშველის. იუმორით ზუსტად საჭმლის ნარჩენებს ყიან. არა მარტო საჭმლის საყოფა ცხოვრება ნარჩენებსაც ყიან იცით და არ შეიძლება ამისთვის არ შეგვაქვს სპეციალური სამსახური როგორც ვიცი არა თუ ის ძველი საწოლი გაქვთ ვიღაცა საშობაოდაც გააკეთებს ამას შეიძენს რაღაცას იცით რა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სად დააყრით იმიტომ დღეს გვინდოდა ძალიან სიმღერიანი ყოფილიყო დიდი საყვედური მე ასე დავაანონსე გადაცემა სამწუხაროდ არ გამდა თავგანთეოსაც ახველებს მაგრამ კარგი სტუმრები მყავდა ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქრეთ დღეს იმაზე როგორი იყოს მომავალი წლები ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის რა ჭირდება ამ ქვეყანას ამ ქვეყანას ჭირდება სიმშვიდე ამ ქვეყანას ჭირდება ის რომ მობილიზებული ვიყოთ მის მოსაწესრიგებლად მის მოსავლელად და მე გისურვებთ ყველას რომ ასეთ ქვეყანა გქონოდეს დიდი მადლობა თეა სუბელიანი იყო დღეს ჩვენი სტუმარი თბილისის ზაქარია ფალიშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი თანაც ექიმი ოფთალმოლოგი და იყო შოთა ბალარჯიშვილი მომავალი ჟურნალისტი მესამე კურსის სტუდენტია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამავე დროს თბილისერვის ჯგუფის თანამშრომელი. ნახოთ, გადაცემაზე მუშაობთ ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი, ხმის რეჟისორი ინგა გურკენაძე. და ვამთავრებთ ანდერძადა დატოვებულ დიდი ნიკო კეცხოველის სიტყვებზე დაწერილი შესანიშნავი ლექსით რევაზ ლაღიძის სიმღერით. კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერ ახალ წელს და მომთშობას გისურვებთ. ბედნიერ ახალ წელს. ნახვამდის. ნახვამდის. Titulდება ბრალია, იადავარდი დაჭკნება, ფესად მოუხრის კარია. იადავარდი დაჭკნება, ფესად მოუხრის კარია. იადავარდი დაჭკნება, ფესად მოუხრის კარია. შევინარჩუნოთ ნიადაგები და გავაუმჯობესოთ სიცოცხლე მთელ პლანეტაზე.
შემოგვიერთდით. ერთად შევქმნათ ჯანმრთელი გარემო მომავალი თაობისთვის.